2026 წელს გილოცავთ ახალ წელს იაპონად იქნება აკემაშტე ომედეტო მრაბარს დასწრით და თქვენი საახალწლო გეგმა ან გეგმები რა არის? კარგი ქურები უნივერსიტეტში, უფრო მეტი კარიერა სამსახურში, ნაკლები შავრმა ამ წელს. რაც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ძალიან კარგი საახალწლო გადაწყვეტილება, გეგმა და როგორც ჩანს, ზოგადად აქვს ესეთი საახალწლო გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან შეისწავლონ ან იაპონური ენა, ან ქართული ენა. მე ხო მაქვს YouTube არხი ხო და რატომ ხარ ყოველ წელს პირველი იანვარში იზრდება ჩემი ფოლოვერების რაოდენობა. ხო მე YouTube-ზე ვასწავლი იაპონურ ენას ქართულად და ქართულ ენას იაპონურად და რო ვიხვევიზებ, ანუ აშკარად იზრდება ჩემი ფოლოვერები YouTube-ზე. და მეთქი ვიცი შენი საახალწლო გეგმები პირველი იანვრიდან ქართული ენისა და იაპონური ენის სწავლა. რაც კარგი მიზანია რა. ხო და ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყველაფერს და ამ წელსაც ერთად ვისწავლოთ სხვადასხვა ენები.